მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ჩვენს გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ კვლავ შევეხებით ოცნების ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, რეპრესიულ კანონებს, რომელიც ეხება ძირითადად არაღიარების თემას. როგორც იცით, ოცნება აპირებს, რომ ვინც კონსტიტუციურ ორგანოებს არ აღიარებს, მას სისხლისამართლის პასუხისმგებლობას კი დააკისროს. თუმცა მანამდე ჩვენ ვისაუბრებთ სარჩელზე, რომელიც საიამ გაამზადა, ეს ეხება ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას აქციების დარბების დროს. ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი სწორედ საიას წარმომადგენელი იქნება, თამას კირდავა, საიას ანალიტიკოსი და ასევე ჩვენი სტუმარი იქნება გიორგი დავითური, იურისტი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თქვენგან დავიწყებ სწორედ ამ თემით, იმიტომ რომ ამ თემას მოყვა ხელისუფლებისგან პასუხი. თქვენ ნახეთ ალბათ რომ აი კამიც აღარ ახსენებენო და ეს უკვე წინსვლა არისო. თვითონ ანუ ეს არჩელიო, საიას არჩელი, იმის აღიარებაა რომ კამიტი არ გამოგვიყენებიო. კი, მოგესალმებით. საიამ 7 ადამიანის სახელით, ვინც დაზარალდა ამ წყალში შერეული ქიმიური საშუალებების შედეგად მიმართა პროკურატურას, იმიტომ რომ სწორედ პროკურატურის კომპეტენციაში არის ამ საკითხის გამოძიება და ამით დაიწყო სამართალწარმოება ამ საკითხზე, იმიტომ რომ ეროვნულ დონეზე ამოწურვა მექანიზმების არის აუცილებელი იმისთვის, რომ შემდგომ თუნდაც საერთაშორისო სამართალწარმოება გახდეს შესაძლებელი. საია ყოველთვის საუბრობდა წყლის ჭალში შერეულ ქიმიურ საშუალებებზე და ჩვენ არასდროს არ გვქონია მთავარი ფოკუსი, ჩვენი არ ყოფილა რა საშუალება იყო შერეული წყალში. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით პირიქით, რომ წყალში გამოყენებული იყო ჩვენთვის უცნობი საშუალება და სახელმწიფოსგან მოვითხოვდით იმას, რომ გაესაჯაროვებინა თუ რა საშუალებას იყენებდა ის ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენ ამის შესახებ განცხადებები გაკეთებული გვაქვს 2024 წლის ნოემბრამდეც, იმიტომ რომ გაზაფხულზეც ფიქსირდებოდა შერევის შესახებ ინფორმაცია. ასევე ნოემბრის დარბევების შემდგომ, გარდა იმისა, რომ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და მოვუწოდეთ სახელმწიფოს, რომ შეეწყვიტა ერთის მხრივ ეს პრაქტიკა და შემდგომ გაესაჯაროვებინა რა ნივთიერებებს იყენებდა, ასევე უშუალოდ შსს-ს მიმართეთ წერილით, სადაც კონკრეტული კითხვები გვქონდა დასმული, რომელზეც არ გვიპასუხეს აი ამ ნივთიერებებთან დაკავშირებით და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეთ, რომლებმაც პასუხი დაგვიბრუნეს, თუმცა გითხრას, რომ მათაც არ იცოდნენ რა ნივთიერებას იყენებდა შსს, იმიტომ რომ საჭიროდ არ ჩათვალეს ამ ინფორმაციის გამოთხოვა. რაც შეეხება თავად ამ პრაქტიკას, წყლის ჭალში ნივთიერებების შერევის, ქართული კანონმდებლობით ეს საკითხი რეგულირებული არ არის. ეს მეთოდი, როგორც აქციის მართვის საშუალება, კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ ეს საშუალება აქციის წინააღმდეგ ან შეკრების წინააღმდეგ არ უნდა გამოიყენოს. ეს არღვევს კანონიერების პრინციპს. იმ შემთხვევაშიც კი ეს მეთოდი კანონით რომ იყოს ნებარდართული და კანონით რომ იყოს გათვალისწინებული, ამ მეთოდის გამოყენება იქნებოდა არაპროპორციული საშუალება შეკრების წინააღმდეგ და ამაზე მიუთითებს არაერთი სახელმძღვანელო, მათ შორის გაეროს სახელმძღვანელოები, მათ შორის Amnesty International-ის სახელმძღვანელოები, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ წყლის ჭალში ქიმიური საშუალებების შერევა ზრდის ამ საშუალებების ზემოქმედებას ადამიანზე, ხდის განუჭრეტელს და განუსაზღვრელს იმას თუ რა რისკები შეიძლება მოყვას ამ საშუალების გამოყენებას და ამიტომ ეს საშუალება საერთოდ უნდა იყოს აკრძალული. შესაბამისად, ჩვენი სამართალწარმოება, რომელიც ახლა დავიწყეთ პროკურატურისთვის მიმართვით, არის სრულ თანხმედრაში იმ ადვოკატირებასთან, იმ კვლევებთან, იმ მიგნებებთან, რასაც საჯაროდაც ვაქვეყნებდით და რაზეც მთელი ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდით სხვა უფლებადამცველებთან ერთად. ხო, კი ბატონო, მე წავიკითხო დავით მატიკაშვილის საინტერესო ციტატას ამ თემაზე. სავარაუდოდ თუთიყუში გამოჯამთრდა ბუმბული გამოვიდა ძაღლმაც იცნო პატრონი, შესაბამისად კამიტის პირველი მსოფლიო ომის დროინდელი იარაღის საკითხი დღის წესრიგში აღარაო ის ამბობს. ანუ აი ეს თემა გახლავთ ამ აქცია ასეთ რაღაც შარჟის თემად
BBC-საც უჩივიან ცალკე, ჩვენ ხედავთ ითხოვენ უარყოფას და ბოლომდე მიყვებიან ამ მიმართულებას, რომ იქ არაფერი გამოყენებული არ ყოფილა. რაიმე ხელჩასაჭიდი არსებობს აქეთ მხრიდან, რაზეც შეგვიძლია რომ ვისაუბროთ, რომ იყო იქ ასე ვთქვათ ისეთ ნივთიერება გამოყენებული, რასაც კონკრეტულად რა საშუალება იყო გამოყენებული ამის თქმა ჩვენ არ შეგვიძლია, იმიტომ რომ არ გვაქვს ამის ექსპერტიზა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. ეს პირველ რიგში არის სახელმწიფოს ობიექტური გამოძიების საგანი, თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხები ხშირად არ იყო, მაგრამ როცა იყო ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღმდეგო. მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპის საბჭოს კომისარი, ადამიანის უფლებათა კომისარი ამბობს, რომ როდესაც ის იყო საქართველოში, მათ არ წმუნდებდნენ, რომ საერთოდ არ გამოუყენებიათ ქიმიური საშუალება წყლის ჭაލში. შემდგომ აი ამ BBC-ს გამოძიების შემდგომ სახელმწიფომ აღიარა ნივთიერების შერევა, თუმცა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ეს არ იყო კამიტი და იყო სხვა საშუალება. რეალურად ეს მეთოდი, რომელიც იყო გამოყენებული ადამიანების წინააღმდეგ, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, იმის მიუხედავად თუ კონკრეტულად რა ნივთიერება გამოიყენა, თუმცა ის თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, რამდენად საშიშია ეს ნივთიერება, რა კონცენტრაციით უნდა მოხდეს შერევა და ასე შემდგომ, უნდა იყოს ობიექტური გამოძიების საგანი. სუსის გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით ბუნებრივია ნდობას და ობიექტურობის განცდას არ იწვევს, იმიტომ რომ როდესაც სუსი ერთის მხრივ იძიებდა წყლის ჭალში ქიმიური ნივთიერებების შერევას, მეორეს მხრივ პარალელური გამოძიებით ცდილობდა უფლებადამცველები, ექიმები, მსხვერპლები დაეშინებინა და წარმოიჩინა სურათი ისე, თითქოს მათ უცხო ქვეყნის ორგანიზაციას მიაწოდეს ინფორმაცია რაღაც მტრული საქმიანობისთვის. ხო და ამის გამო ადამიანებს იბარებდნენ გამოკითხვაზე. შესაბამისად, ბუნებრივია ეს პასუხები, რაც სახელმწიფოსგან არსებობს, არ არის ამომწურავი და ვერ პასუხობს იმ შეშფოთებას, იმ გამოწვევას, რაც ამ საკითხის ირგვლივ გვაქვს უფლებადამცველებს და საერთაშორისო საზოგადოებას. გასაგებია, გიორგი, თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე, რამდენად აქვს პერსპექტივა ამ საქმეს, ასე ვთქვათ? ერთი რაც შემიძლია ვთქვა, დავითანხმები იმ პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელს. დავითანხმები იმას, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, მათ შორის ობიექტური გამოძიების. ერთადერთი რაც მე შემიძლია ამ დროისთვის, ჩემი აზრით და ჩემი შეფასებით მეტნაკლებად ყარად გამოცხადო, არის ის, რომ სახელმწიფოს რეაგირება გამოძიების თვალსაზრისით ამ საკითხთან დაკავშირებით არათანმიმდევრულია და ობიექტურობასთან ჯერჯერობით რას უყურებთ, საერთოდ არაფერი აქვთ. მარტივად რო ვთქვათ, ორი პარალელური გამოძიება მიმდინარეობს რაღაცნაირად. ჩვენ ვიცით, რომ ძირითად საქმეს, რომელიც მანიფესტაციის მონაწილეებთა წინააღმდეგ წამებას თუ მათ მიმართ სხვადასხვა ტიპის მოპყრობას ეხება, იძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც არ გამოუძიებია, მაგრამ ეს საქმე გადაეცა პროკურატურას და უცებ, როდესაც პროკურატურა იძიებს მანიფესტაციის წინააღმდეგ შესაძლოა ჩადენენ დანაშაულებს, BBC-ს სიუჟეტის მერე სუსმა აიღო ამაზე გამოძიება და 5 დღეში დახურა ეს გამოძიება. და მაშინ როცა პროკურატურაში ძირითადი საქმე ისე რჩება. ანუ ორი პარალელური გამოძიებაა წარმოებს. ჩემი აზრით, ანუ ამ სუსმა რაც გააკეთა, წმინდა პროპაგანდისტული, პოპულისტური მიზნებისთვის უფრო იყო, ამას გამოძიება, ობიექტურ გამოძიებასთან საერთო ამას ვერაფერი ექნებოდა და ერთის მხრივ რაც შეიძლება დაემატოს კიდევ ალბათ ამ საკითხს არის ის, რომ კი 5 დღეში მსგავს გამოძიებას ვერ გააკეთებ, ვერც დახურავ და აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ამ დროისთვის გამოძიების ესე გახსნა დახურვა გაკეთდა უბრალოდ წმინდად არც ფორმალისტური მიზნით და კიდევ ერთხელ დაადასტურა საკმაოდ ის გარემოება, რომ კი თურმე წყალში გარკვეულ საშუალებებს ურევდნენ, რომელსაც მანამდე უარყოფდნენ ზოგადად. და ეს რა საშუალება იყო ახლა? ამის დადასტურება ერთადერთი გზით შეიძლება ჩვენ შეგვეძლოს, წყლის ნიმუში აგვეღო მაშინ, როდესაც გვასხავდნენ იმ წყალს და ის გაგვეტარებინა ექსპერტიზაზე, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, ალბათ ვერავინ იფიქრა და ვერავინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ გარკვეულად ესეთი დამაზიანებელი ნივთიერებაც კი, როგორც არის კამიტია თუ რაღაც არის, შეიძლება ქლორი ჩაასხეს შიგნით, არ ვიცი, კაცმა არის ეს რა შეიძლება ყოფილიყო. ან შეიძლება სრულიად ორი დასაშვები ნივთიერება შეურიეს, რომელმაც ძალიან ცუდი შედეგი მოგვცა მაღალი კონცენტრაციით. ამ ყველაფერზე სახელმწიფოს უნდა გაეცა პასუხი, მაგრამ ჩვენ რასაც ვხედავთ ის აქციების ის პერიოდი რომ გავიხსენოთ, საღამოს ხდებოდა მძიმე დარღვევები, დასისხლიანება, ადამიანების წამება მათ შორის ამ წყლის ჭალის გამოყენება და არავის თავში აზრად არ მისდიოდა, რომ ამ ყველაფერს შეეხედა ისე როგორც არც ერთ სახელმწიფო ორგანოს, მათ შორის არც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს,
შეეხედა და მიექცია ყურადღება ისე როგორც შესაძლო დანაშაულის ადგილისთვის და აიღო მტკიცებულებები და მათი ნიმუშები. პირიქით, ყოველ დილას 6, 7, 8 საათზე დასუფთავების მანქანები მიდიოდნენ და ქლორიდ და სხვადასხვა არ ვიცი რითი, მაგრამ რეცხავდნენ და ასუფთავდნენ იმ ადგილს და აქრობდნენ მტკიცებულებებს ფაქტობრივად რო ვთქვათ. ამ ფონზე და მე უკვე ამ ყველაფერს 5 დღიანი გამოძიება იმ პირობებში, როდესაც წელიწადზე მეტი გავიდა, რაც სხვადასხვა ორგანოები იძიებენ, მათ შორის ჯერ საგამოძიებო სამსახური სპეციალური, რომელიც გააუქმეს და ახლა პროკურატურა მანიფესტაციების მონაწილეების წინააღმდეგ ჩადენენ დანაშაულს, როგორც მინიმუმ არათანმიმდევრულია და აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ რაღაცა აქ ობიექტურად ნამდვილად ვერ ხდება. ხო, ну კი ბატონო, რას ველოდებით ამ აქედან, ანუ რა პასუხი შეიძლება იყოს ხელისუფლება, მე რა გაგრძელება შეიძლება ამას მოყოლეს. ჩვენ პირველ რიგში სტრატეგია როგორია? მოთხოვნილი გვაქვს, რომ პროკურატურამ ამ ადამიანებს მიანიჭოს დაზარალებული სტატუსი, რაც მათ მისცემს საშუალებას იმას, რომ გაეცნონ საქმის მასალებს. ბუნებრივია მოთხოვნები პროკურატურის მიმართ არის, რომ ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები დროულად, გამოკითხოს ეს ადამიანები, შეისწავლოს საკითხი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე არსებული გამოძიება, როგორც ითქვა, მათ შორის სისტემური წამების შემთხვევებში არის არაეფექტური და არაფერი შედეგი მას არ მოყოლია. ბუნებრივია მოლოდინიდან ნდობა ამ გამოძიების მიმართ, რომ მაინც ეს საკითხი იქნება ობიექტურად გამოძიებული, ბუნებრივია ნაკლებია. ანუ შემდეგ რა ხდება? შემდგომ ეროვნული მექანიზმების ამოწურვა გზას უხსნის საერთაშორისო სამართალწარმოებას. ეს შესაძლოა იყოს როგორც სტრასბურგის სასამართლო რეგიონულ დონეზე, ასევე გაეროს კომიტეტები. კონკრეტულ საქმეში რომელი საერთაშორისო მექანიზმი იქნება გამოყენებული ან რა სტრატეგიული სამართალწარმოების ვთქვათ ნაბიჯები იქნება გადადგმული, ამას დროთა განმავლობაში განსაზღვრავთ ჩვენს და დროთა განმავლობაში გახდება ესეც საზოგადოებისთვის ცნობილი მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე. კი ბატონო, ახლა რაც შეეხება ამ ახალ კანონმდებლობას, გიორგი თქვენგან დავიწყოთ, ყველაფერი დაიწყო არასამთავრობოების თემით, ხო გვახსოვს ეს? და ნუ პრინციპში ხელისუფლება ამბობდა, რომ აი რაღაც არასამთავრობოები ფინანსდებიან უცხო წყაროებიდან და ამას წინააღმდეგ ვიწყებთ ამ ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, როცა იყო. მაგრამ დღეს მივედით იქამდე, რომ ბევრი სხვა კანონი მივიღეთ, მათ შორის გრანტების კანონი და ეხლა მივედით იქამდე, რომ საერთოდ თუ არ აღიარებ კონსტიტუციურ ორგანოებს, შეიძლება ციხეშიც აღმოჩნდე. ნუ რა შეფასება შეიძლება ამას გაუკეთო? ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ ყველა კანონს ვიღებთ იმის მიხედვით რეაქცია არის ეს ჩვენი მხრიდან, ისინი ამბობენ, რასაც ისინი აკეთებენ, როცა ჩვენ კანონი მივიღეთ, მოძებნეს რაღაც ხრელი და ესტონეთში დაარეგისტრირეს თუ სადღაც რაღაც ორგანიზაციები, არ თქვენ ხართ თუ არა ესტონეთში დარეგისტრირებული. ხო, ჩვენ ამიტომ მივიღეთ ახლა გრანტების კანონი დამატებით შესწორებული. ანუ რეაქცია არის ეს, რომ თქვენ თუ დაიწყებთ რაღაც ხრელების მოძებნას, ჩვენ კიდე გავამკაცრებთ, თუ დაიწყებთ რაღაც ჩვენს არაღიარებას, ეს ну, ამას კიდე გავამკაცრებთ კანონს და ასე შემდეგ. პირველ რიგში ალბათ მთელი ეს პრობლემა, რაც სანამ შეფასებას გავაკეთებთ, ალბათ უნდა დავიწყოთ, რომ ეს არასამთავრობოებით არ დაწყებულა, არასამთავრობოს და მედიას, ანუ სამოქალაქო სექტორს და მედიას, ანუ გამოხატვის თავისუფლების არასაჯარო, ანუ უბრალოდ საჯარო, მაგრამ არაკონტროლირებად ორგანიზაციულ ცენტრებს მიადგენენ მას შემდეგ, რაც სრულად იყო ფაქტობრივად კომფორტულად იყვნენ მართლმსაჯულების სისტემასთან მიმართებით, რომელსაც ამ ყველაფრის გამართლებაში, აი ამ არაკონსტიტუციურ კანონებთან დაკავშირებით უსაფრთხოდ უნდა ყოფილიყვნენ და ანუ სამართლებრივი პრობლემა ამართლებთ არ შექმნათ. ამ სინამდვილეში ყველაფერი ალბათ უფრო მეტად დაიწყო მართლმსაჯულების სექტორზე პოლიტიკური გავლენის ან პოლიტიკური მედეგობის შემცირებით, როგორც მინიმუმ. რაც შეეხება უბრალოდ რუსულ კანონს, რუსული კანონი, როდესაც დააინცირეს, ყველასთვის რო გასაგები იყოს ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი, მაშინ ჩვენ გვესმოდა, რომ მხოლოდ გამჭვირვალობისთვის გვინდა, არანაირი შეზღუდვა შეგნით არ არის ჩადებული, არაფერი და მაშინაც ყველა, ვისაც ესმოდა ამ კანონის რეალური არსი და მიზანი რა იყო, ყველა ამბობდა, რომ ეს რუსული კანონი არის პირველი ნაბიჯი სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების ჩახშობისკენ პირველი ნაბიჯი, რომელსაც აუცილებლად მოყვებოდა გარკვეული შეზღუდვები. ანუ კანონის თვითონ ის უშუალოდ ის მექანიზმები რაც იყო, ეს მექანიზმები აუცილებლად გამკაცრდებოდა და თავდაპირველად, როცა საერთოდ ახალ რეალობას აყალიბებ ქვეყანაში, და როდესაც გადადიხარ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ
სამართლებრივ მექანიზმებზე პირდაპირ რაღაც პატუმურ ბომბს როგორც წესი არ აფეთქებდა, ეს ნაბიჯ ხდება. ჩემი აზრით, კონსტიტუციის დონეზე რო ვისაუბროთ, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ემყარება გარკვეულ სვეტებს. ეს სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება არის შეუცვლელი ნაწილი. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი ამ ყველაფრის. ამას ბუნებრივია მოყვება აქტიური საარჩევნო უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, გაერთიანების თავისუფლება და ეტაპობრივად მიმდინარეობს ამ ყველა ამ სექტორის განადგურებას არ ვიტყვი. განადგურება იმ ადამიანების ან იმ სექტორების არსებითად შეზღუდვა, რომელიც არ არის პარტიულ კონტროლს მიღმა. ანუ ბიუჯეტს მიღმა, მარტივად რო ვთქვა. ეს არის ამის ნაწილი. ბოლო ცვლილება რაც შეეხება შეფასებას იმას, რომ რაღაცა ხრელები იყო და ამას ვავსებთ, რომ ჩავთვალოთ რომ რაღაც ხრელები იყო, ეს მასშტაბი სცილდება გარკვეული ხრელების ამოვსებას, არსებითად იცვლება მთელი სტრუქტურა საერთოდ და მთლიანობაში რო ვთქვათ, დახმარება ეს არ მხოლოდ საზღვარგარეთიდან მიღებული დახმარება, არამედ მათ შორის არის ბევრი ტიპის დახმარება, მათ შორის შიგნითა რაც დახმარებაც შეიძლება მიიღო, ის საერთოდ შეიძლება წყაროსთანვე წყარო დაიჭიროთ, მარტივად ვთქვათ, მაგალითად პარალელურად თუ გავიხსენებთ, არა გარედან შემოსული, არა მხოლოდ ყველაფერი იკრძალება, როგორც ადამიანისთვის, ისე ორგანიზაციისთვის, თანხმობის გარეშე ბუნებრივია. არამედ შიგნით მაგალითად თუ მოუნდება პირობითად პალიტრა შეფასება, ხო, როგორც ის პალიტრა მედია, ან არ ვიცი, ვიღაცა ბიზნესმენმა რომ მოინდომოს გარკვეული იდეის მხარდაჭერა, აი ეს ბიზნეს შეიძლება ჩაითვალოს სხვა ტიპის საქმიანობაში. ანუ ცალკე ბიზნესსაც უკრძალავ, ანუ გარედანაც არ შეიძლება და შიგნიდანაც არ შეიძლება. კი, და ანუ თავიდან ამბობდნენ რომ გარედან შემოსული ფული არ არის სწორი, კაი, გავიგეთ. ეხლა ქართულ ბიზნესმენებს არა, ბიზნეს უკრძალავთ იურიდიულ პირს. ერთი რაც შეიძლება უნდა დაზუსტდეს კიდევ აქ, რომ როდესაც საუბრობთ ამ მასშტაბის მექანიზმებზე, ეს არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად ყველას დაიჭერდა, მაგალითად, ხვალე შეიძლება მე დამიჭირონ, ან არ ვიცი, ყველა მთელი საზოგადოება, მაგრამ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილზე, როგორც ადამიანზე, ისე ორგანიზაციულ წარმონაქმნებზე, იღებენ ზემოქმედების ძალიან ბევრ მექანიზმს. მაგალითად, ხვალე შეიძლება ვიღაცა, ვინც Facebook-ზე აქტიურად წერს რაღაცებს, არანაირი დახმარება საზღვარგარეთიდან არ ქონდეს, მაგალითად, დედა ყავდეს, არც დაიჭირონ, მაგრამ გამოკითხვებზე არ ბენინონ, სხვადასხვა ტიპის ზემოქმედების მექანიზმები გააკეთონ ამ ადამიანების წინააღმდეგ, იმისთვის, რომ შეშინდეს და არ გააკეთოს ისეთი საქციელი, ანუ არ გამოხატოს თავისუფლად რაღაცა. ანუ ამგვარი ზემოქმედების მექანიზმების რაოდენობა, მათ შორის საპროცესო სამართლებრივი მექანიზმების რაოდენობა, არსებითად ფართოვდება და საზოგადოების უკვე ძალიან დიდი ნაწილი შეიძლება დაფაროს. ანუ ტოტალური შიშის ჩანერგვა, მარტივად რო ვთქვათ, გარკვეული და ამ შიშის ჩასანგად საჭირო სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, ამ რისკსაც წარმოშობს ეს დაინიცირებული ცვლილებები. კი ბატონო, თქვენი შეფასება როგორია ამ ცვლილებებთან დაკავშირებით? განსაკუთრებით ეს არალეგიტიმურობის თემასთან დაკავშირებით, ლეგიტიმაციის არაღიარებასთან დაკავშირებით. ცალსახა არის, რომ ეს კანონები არის გაგრძელება იმ რაღაცა ავტოკრატიული კანონშემოქმედების, რასაც უყურებთ უკვე მეორე წელია აქტიურად, თორემ მანამდეც. რეალურად ქართული ოცნება ცდილობს მოსპოს ყველა პლატფორმა, ყველა საშუალება თავისუფალი და რაც არის კრიტიკული გამოხატვისთვის. და შექმნას ისეთი რაღაც ბუნდოვანი აკრძალვები, რომელიც ადამიანმა არ იცის ზუსტად რას გულისხმობს, არ იცის როდის შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, არ დაეკისროს, მაგრამ ის შიში რომ ის შესაძლოა კრიტიკული აზრის გამოხატვის გამო თავისი თუნდაც უარყოფით დამოკიდებულების გამოხატვის გამო გახდეს სამიზნე სანქციების, პატიმრობის ან სხვა, აჩენს თვითცენზურას, აჩენს სუსხავ ეფექტს, რაც საბოლოოდ გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში იკეტება თავისუფალი გამოხატვის სივრცე. ჩვენ ახლა ვართ რეალობაში, როდესაც ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის უშვებენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში და შემდგომ შესაძლოა გაუშვან სისხლისამართლებრივ ასე თავისუფლებას აღუკვეთონ. ხო, ამ აბსურდულ რეალობაში, როდესაც ტროტუარზე მდგომ ადამიანებს ფეხით მოსიარულეების შეფერხებას ასე ვთქვათ, ედავებიან, არ არის სამწუხაროდ გასაკვირი არც ერთი აბსურდული უშინაარსო აკრძალვა, რომლის ერთადერთი მიზანიც არის ის, რომ
ხელისუფალს ჰქონდეს ბერკეტი იმისთვის, რომ ვინც არ მოეწონება, ასე ვთქვათ, შარი მოსდოს და რაღაც სანქცია დააკისროს. ხო, აი საინტერესო არის როგორ უნდა ახსოვდეს ან რას გულისხმობს ეს არაღიარების შესახებ, ხო? აი ეს კანონი ლეგიტიმაციას თუ არ აღიარებთ, ხო? ანუ რაზე არის საუბარი? პარლამენტს თუ არ ცნობ თუ ოცნების ლეგიტიმაციას თუ არ ცნობ? ამ კანონის და ზოგადად ასეთი კანონების ლოგიკა მთლიანად არის დაცლილი კონსტიტუციის, კონვენციის რაღაც სულისკვეთებისგან და შესაბამისად არსებობს იმ რაღაც კონვენციური იურიდიული განმარტებების და ნორმის ინტერპრეტაციის მეთოდების მიღმა, რაც წარმოგვიდგენია ხოლმე, როცა ვსაუბრობთ ნორმის შეფარდებაზე. ხო, ამ ნორმების ერთადერთი მიზანი არის ის, რომ სახელმწიფომ, ხელისუფალმა ის განმარტოს ისე, როგორც უნდა და მიზანში ამოიღოს ის, ვიც უნდა. ვეთანხმები გიორგის, რომ ამ კანონებით მოსალოდნელი არ არის ის, რომ ყველას მიზანში ამოიღებენ და ყველას დაიჭერენ. სავარაუდოდ ისინი ცდილობენ შექმნან საზოგადოებაში შიში, იმით რომ თუნდაც სამიზნედ მიზანში ამოიღონ საზოგადოების გარკვეული ჯგუფები ან გარკვეული ადამიანები. ხო, ეს როგორც წესი არის ის პრაქტიკა, რასაც ავტორიტარულ რეჟიმებში იყენებენ მოსახლეობის უფრო ფართო ჯგუფების დასაშინებლად. ან თავად აი ამ საკანონმდებლო პროცესით შექმნან ეს შიში საზოგადოებაში. შესაბამისად, მიზანი ამ კანონის არ არის, რომ ეს რაღაც ახსრულდეს ობიექტურად, ან ასეთი ახსრულება, ასეთი კანონების საერთოდ შეუძლებელია. ხო, მაგრამ მაინც რომ ვიცოდეთ, რომ განმარტოთ მოსახლეობას, ანუ რას გულისხმობს. ჩვენ თუ ვიტყვი, რომ პარლამენტი არ ლეგიტიმურია, ანუ კონსტიტუციური ორგანო ესე ჩაწერეს, ხო, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება. თუ პრეზიდენტს თუ არ ცნობ, თუ ვიტყვი, რომ ახლა ოცნება არ ლეგიტიმური არ დაისჯები, ან ვერ მივხვდი. საქართველოს კონსტიტუციაში გვაქვს დაახლოებით 40-50-მდე კონსტიტუციური ორგანო ნახსენები მგონი. არ ვიცი ზუსტად რას გულისხმობენ, მართლა არ ვიცი. როგორც მინიმუმ ის კანონპროექტის რას აპირებენ არ ვიცი. ჯერ ფორმალურად რო ჩათფორმალურად აცდენილია ყველაფერს, იმიტომ რომ მეორე მოსმენაზე ესეთი რაღაცა შემოაგდო უცებ არსაიდან ეს სხვა ის არის კიდე, მაგრამ მინჩევის ამას. მესამე მოსმენით სანამ არ მიიღებენ, შიგნით ტერმინს სანამ არ ჩაწერენ, რაღაც სანამ არ დააზუსტებენ. მანამდე გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი და ძალიან გულწრფელად ვთქვა, ასევე მგონია, რომ ესეთი მოულოდნელობა და ესეთი ქაოსის შექმნა და საინფორმაციო დღის წესრიგების გავს საკითხებით მონოპოლიზაცია, რომ გინარგინა ბუნებრივად საუბრობ გვაინტერესებს ამ შემდეგ, არის ერთ-ერთი მეთოდი მათ შორის იმისა, რომ შიში დაინერგოს. და იმისა, რომ არაღიარებისთვის ციხი არის, ეს ჩაიბეჭდოს ხალხის თვალში. და თავში და საბოლოოდ ამაზე არ სტატუსი დაიწეროს, მოლოდინი ქონდეთ, რომ ამის გამო დამიჭერენ, ეს რო დავწერო და 9 ჯერ დაფიქრდნენ. არ ვიცი გულწრფელად გითხრათ, წმინდა შემადგენლობას როგორ ჩამოაყალიბებენ, მაგრამ მე არ მახსენდება, არ ვიცი მსგავსი მაგალითი და ვეთანხმები ჩემს კოლეგას იმაში, რომ შეუძლებელია მსგავს საკითხზე სერიოზულად ისაუბრო. ერთი რაც შემიძლია თქვა, არის ის, რომ ეს საკანონმდებლო პაკეტები, რომელიც დღეს განიხილება, რომელიც არაერთი დაამტკიცეს, მათ შორის ადმინისტრაციული შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში, პოლიტიკური მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონში თუ ბევრ სხვაგან, საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან იმდენად არის ეს გასული, რომ რატომ არის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასული? კონსტიტუციის ჩარჩოებიდან აქ არის გასული, იქიდან გამომდინარე, რომ პირველი, რო ვთქვა, რომ მაგალითად მიმაჩნიე რომ არჩევნები გაყავდა, მიმაჩნიე რომ არჩევნები იყო არა არჩევნები, არამედ ერთი დიდი დანაშაულებრივი სცენა. ან მეორე ვარიანტი, რო ვთქვა, რომ ბევრი რაღაც, მაგალითად ამ ლეგიტიმაციას და აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ქართული ოცნების ფორმულირებული პარლამენტი, დაკომპლექტებული პარლამენტი არის არ ვაღიარებდე მე როგორც მოქალაქე და მიმაჩნდეს რომ მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია, სულ რომ იდეალური არჩევნები ყოფილიყო ჩატარებული, სულ რომ არც ერთი არც წინასაარჩევნო პერიოდში არაფერი არც ერთი დარღვევა არ ყოფილიყო არც ერთ დონეზე და მე უბრალოდ ესე მიმაჩნდეს, ეს არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. და ხო, ადამიანს მიაჩნიათ, მაგრამ სამწუხაროდ ალბათ ესე არ იყო, თორე არც აგზარვა დაჭირდებოდა თამის, ხო? ანუ როგორც წესი, ესე მუშაობს. ანუ გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი მახასიათებელი არის, რომ დაადო აზრს, დაადო შეზღუდვა არის
ხო, პირველი ნიშანი, როგორც ეს პირველი ნიშანი არის ხოლმე დემოკრატიიდან და საბაზისო თავისუფლების და დემოკრატიის პრინციპებიდან გასვლის, ну, ჩვენ შემთხვევაში ეს პირველი არ არის, ბევრად უფრო ადრე გქონდა ბევრი რაღაც, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ცხადი მახასიათებელი და უშუალოდ ეს არაღიარების შეზღუდვა კიდე მე არ მინახავს. ერთი რასაც დავაზუსტებ აქ, რომ არის ის, რომ ხო არ ვიცი, არჩევნების იმაზე თუ საუბრობთ და რა კი ვახსენეთ, რა ვიცი, საბჭოთა კავშირსაც არ ჭირდებოდა ალბათ არჩევნების გაყალბება, არჩევნების დღეს მაგალითად, ხო ყველა მისა და ხმავისთვის უნდა მიეცა. ან სხვადასხვა არ ჩრდილოეთ კორეას ჭირდება, არ ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირში დემოკრატიული არჩევნები ტარდებოდა, ხო ალბათ. იმიტომ რომ შეუძლებელია თავისუფალი დემოკრატია. თან როგორც უნდა ისე განმარტავენ ყველაფერს, ეხა იქ კომიტეტზე გორდულად საუბრობდა, რომ აი პერფორმანსები თუ იქნება რაღაც არ შეეხება, იმას არ შეეხება. თან კანონში ჩაწერეს, რომ როგორც ჩანს ერთჯერადი თქმა არ არის, საკვარს რაღაც ინტენსიურად თუ ამაზე პედალირებ და ასე შემდეგ, მე შეიძლება მოგეთხოვოს პასუხი. მართლა არ ვიცი, ერთი რაც შემიძლია თქვა, რომ აი ამ ეტაპზე დღეს მოვდივარ, ახლა სანამ აქ არ მოვდივარ, მაგრამ დღეს მქონდა ერთ-ერთი პროცესი, ვეხმარებოდი ერთ-ერთ ადამიანს, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო აქვს ქონდა გარკვეული საყენებული, აი ამ იმდენად საკანონმდებლო რეალობისგან განსხვავებით კიდე ცალკე მდგომარეობა როცა მაგერ წოდებულ ველზე, როდესაც სადაც ეს კანონები ახსოვდება. სავალალო მდგომარეობა ხშირად აი ამ არაკონსტიტუციური კანონების დარღვევაც კი ჭირდება ჩემი შეფასებით სასამართლოს, რომ იმისთვის რომ პასუხისმგებლობა დააკისროს ხოლმე. ან თუნდაც რაღაცა იმის თქმამდე, რომ თუნდაც აქ ჩაიწეროს გარკვეული არალეგიტიმური აღიარება, სისტემიზაცია, ბევრი რაღაცა რომ შეიწეროს, რაც ასევე არაკონსტიტუციური იქნება, მაგრამ რეალურ იმაში ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ამას გაითვალისწინებს თუ ინტერესი იქნება. ხო, ну, ნახოთ საბოლოო ჯამში ასახეს მიიღოს. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. გიორგი დავითური, იურისტი, თამარ სკირტავა, საიას ანალიტიკოსი იყო ჩვენი სტუმრები. დაგვალოდეთ გადაცემის მეორე ნაწილში ნოდარ ხარჩილაძე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი იქნება ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს როლზე გეოპოლიტიკურ ახალ გადანაწილებაში, ასე რომ დაგვალოდეთ საინტერესო ბლოგი გელოდებათ. აშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის ამ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ნოდარ ხარჩილაძე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მოგესალმებით. სალამერობ, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს და ახალ გეოპოლიტიკურ რეალობა ამ თემაზე. პრინციპში ყოველ რაღაც ძალიან ისე სწრაფად იცვლება ვითარება, ხო? ჩვენს რეგიონში, აგერ ამდენიმე წლის წინ ჩვენ ვიყავით მთავარი ესეთ პროდასავლური ქვეყანა კავკასიაში და ეხლა აგერ საგარეო უпроსორად ვენსი ჩამოდის, ხო, ვიცე პრეზიდენტი და ჩვენთან საერთოდ არც იხედება. საკმაოდ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა სხვათა შორის ყოფილმა ელჩმა ამერიკის, რატო არ ჩამოვიდა ვენსი საქართველოში. ამ პოსტიდან წავიკითხავ ციტატას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის. სამაგეროდ, ну, აგერ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის ჩამოსული და გვირდება, რომ ფიცოც ჩამოვა. მე წავიკითხავ, ეხლა რა თქვა ყოფილმა ელჩმა იან კელიმ, ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა ეკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი თბილისის ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი პასუხია თემაზე. ქართული ოცნების მთავრობამ დასავლეთისგან გადახვევა აირჩია. ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს მდივანმა პომპეო თბილისს მოუწოდა გაეგრძელებინა ანაკლის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობა დასავლურ კონსორციუმთან პარტნიორობით. აღნიშნა, რომ ჩინეთს საქართველოს ინტერესები არ ადარდებდა. რა გააკეთა თბილისმა, გააუქმა დასავლური კონტრაქტი და ის გადასცა კონსორციუმს, რომელშიც ჩინელები შედიოდნენ. პრემიერ-მინისტრ კობახიძემ ასევე ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობას ჩინეთთან. ამავდროულად აშშ-ს გლობალური ომის პარტიად მოიხსენიებდა და ჩინეთს მშვიდობისა და პროგრესის მოდელად ასახელებდა. ეს ერთადერთი გადაჯგუფება არ არის. მთავრობამ ირანთანაც დაიწყო დაახლოება. კობახიძე და სხვები თეირანში ოფიციალურად იმყოფებოდნენ. წარმომადგენლები კი აშშ-ს აგრესიის მსხვერპლთა სამძიმრის წიგნში აწერდნენ ხელს. გასაკვირი არ არის, რომ ვიცე-პრეზიდენტმა თავი აარიდა თბილისს. აშშ კვლავ მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობისთვის სამხრეთის დერეფანი მნიშვნელოვანია, თუმცა არა თბილისის გავლით. საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონისთვის აღარ არის საანდო პარტნიორი. ქართულმა ოცნებამ თავისი არჩევანი გააკეთა და ახლა ამას უნდა შეეგუოსო, წერს იან კელი. თუმცა ქართულ ოცნებას ძალიან უკვირს ეს ყველაფერი. ისინი ამბობენ, რომ აი, რა ვიცი, ალიევს თუ ელაპარაკებით, ისიც ხო დიქტატორია, ჩვენ რატო არ ველაპარაკებით. აგერ ეხა თეირანთან ურთიერთობა თუ არის თქვენთვის პრობლემა, საერთოდ სომხეთი ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას აპირებს მალე და იქ მაშინ სომხეთთან რატო არ გაქვთ ამის გამო პრობლემა. მოკლედ ჩვენ რაღაცა სხვა რამის გამო ხوار გვერჩითო. შენ რას ფიქრობ, როგორ შეაფასებ ამ ვითარებას?
რეალურად რის გამო ერჩიან ქართულ ოცნებას? რაც კელი მაგნიშნა მან ყველაფერი სიმართლეა, ამას ემატება ისიც რომ პოლიტიკაში ნდობაც მნიშვნელოვანია და რაღაც ასე ვთქვათ საერთო სტანდარტები ამ სტანდარტებიდან ამოვარდნილია ქართული ოცნება ნდობიდან სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც სტრუქტურული ხელისუფლება ყავს, ხო? ეს ხალიევი თუ დიქტატორია, თავისი პრეზიდენტი ქვეყნის პაშინიანი არის. აქ არის ეს პრემიერ-მინისტრების პარადი, რომელიც ამერიკელებმა კი არა, ჩვენ ვერ გავიგეთ ვინ არის, ამათ შორის უკვე ეს ოქროს ბიჭუნა, აი მაგალითად ხო? მაგათი ასე ვთქვათ, ამერიკელები ეძახიან ეს ფოსტერბოი, ანუ საჩვენებელი ბიჭი. ღარიბაშვილი თურმე კორუმპირებული კრიმინალი ყოფილა და 5 წლით ციხეში ჩასვეს, ხო? ეხლა რო შეხედავ შენ ეს შორიდან, ხო? ბატონ ბიძინა იმონიშვილის მთავრობებს 3 პრეზიდენტი ყავდა ბატონო, ამ 3-დან 2 მოღალატეთ არის გამოცხადებული, ხო? 5 პრემიერ-მინისტრი ყავდა. ხო, ამ იმაში თუ არ ვცდები, 5, ხო? ამ 5-დან თავის გარდა რა თქმა უნდა, ამ 5-დან კვერიკაშვილი მოღალატედ გამოცხადდა და პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, იმაში გააგზავნეს მიუსლოში და საერთოდ არ ვაპარაკები პოლიტიკაზე. ღარიბაშვილი ციხეშია, გახარია ქართული ოცნების აზრით, უნდა იყოს ციხეში გაქცეულია. და ნუ ერთი მამუკა ბახტაძერჩი არის მოვარდნილი ამ სიიდან და არაფერს არ ურჩი ბატონ მამუკას აფერი დაუშევებია ჩემი აზრით ახლა მას ქართულ ოცნებაში ყოფნის დროს რაღაცებს ცდილობდა. აქედან გამომდინარე აბსოლუტურად არავინ არის რომ ხვალ და წესით ლოგიკაც მოითხოვს რომ ხვალ ამ სიას ბატონი ირაკლი კობახიძე შეემატება, იმიტომ რომ ხა ზედმეტად გაძლიერდა და ზედმეტად დამოუკიდებელი გახდა და არა მარტო ამერიკისთვის, ბევრი რეგიონალური პარტნიორებისთვის გაურკვეველი ვის უნდა ელაპარაკო. ბიზნესმენებთან ამერიკელებმა დალაპარაკება ცადეს მერა ორჯერ. ჩვენ გვახსოვს რომ სპეციალურად აშშიდან ჩამოვიდა ობრაიანი. ხო და უარი უთხრა ბიზნესმენებს შეხვედრაზე, ხო? წადით და აგერ ამას ელაპარაკეთ. ხო ამერიკა ჯერც ამერიკისთვის 200-ზე მეტი ქვეყანაა ოფიციალურად რეგისტრირებული სოფლიოში, ხო? ამერიკისთვის საქართველოს აღარ არის დღეს ისეთი პრიორიტეტი, როგორც ადრე იყო და ამაში ქართული ოცნების დამსახურება საკმაოდ დიდია. ამასთან ერთად ახლა შენ ამერიკას ელაპარაკო და ელაპარაკო მათი გაგებით მეორე ხარისხოვანი ფიგურებით, ესე არ გამოვა. ანუ იქიდან შენ ჩამოგიტანა გზავნილი პოლიტიკური გზავნილი და შენ გზავნილი არ მიიღე. და ახლა ამის მერე რა მოლოდინი გაქვს? ალიევს და პაშინას ეგეთ რამე არ გაუკეთებიო თქოს. ანუ ეს არ არის მარტო იმაზე თუ ის სომხეთს ელაპარაკება თუ ის ჩინეთს ელაპარაკება. ეგრე საუდის არაბეთი მონარქიული დიქტატურაა რამდენი წელია და ელაპარაკება, მაგრამ ეს არის სტრუქტურულად შექმნილ. მეორე ფაქტორი რაც არის ამათ უნდა გაერკვენ ვინ არის თავის თავში. მაგალითად მე არ ვიცი. ეხლა შეიძლება შენიცოდე გამოცდილი და ჩემი აზრით ძალიან კარგი ჟურნალისტი ხარ. იმედია მიიღება კომპლიმენტი. ვინ არის ზაზა შათერიშვილი? იმას მაშვები ახლა რა. ძალიან რთულ ამოცანას ვისახა. ხო, რთული ამოცანა. მე მაკითხვა. მიუხედავად გამოცდილებისა ზაზა შათერიშვილი ვინ არის? აი, მე მაინტერესებს ვინ არის ზაზა შათერიშვილი? ნუ გარდა იმისა, რომ ფილოსოფოსია გასაგებია და არის ფილოსოფოსი, მოდი ესე დავარ. აი, არის, აი ეგ არის ჩემი კითხვა, იმიტომ რომ გასაგებია ეს ადამიანი არის ანალიტიკოსი, უდაოდ თავისი სოფხედელობითი ის აქვს სტრუქტურა აქვს. თავის აზრებს ასახავს. კი ბატონო, მისი უფლება აქვს. თავის აზრებია ისა? მე არ მგონია რა თავის. ხო, აი მე ხა ფაქტებს ვარ ეგ დანარჩენ ვარაუდებია და მაგაზინი პასუხი. ეხა წარმოადგენს თუ არა ზაზა შათერიშვილი მართლა კარის ფილოსოფოსი და წარმოადგენს თუ არა ბიძინა იმონიშვილს. თუ ამაზე პასუხი არის კი, მაშინ რატო უკვირთ რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ ელაპარაკება? იმიტომ რომ ლანძღავენ ტრამპის ადმინისტრაციას და ზაზა შატერიშვილის სახით და ტრამპის ადმინისტრაცია ამას ადვილად არ აღიქვავს. განსხვავებით ევროპისგან, რომელიც ევროპა ბევრად უფრო მაღლა დგას ეს რაღაცებს, ისინი შექმედებებს უყურებენ და არ ლაპარაკობენ. ტრამპი ძალიან განიცდის ეგეთ რაღაცებს და არც ვენსია კიდე უთავმოყარეო მასეთ ამბებში, ხო? ხა თან ვინ ლანძღავს, ხო? მათი გადმოსახედიდან საკმაოდ განუვითარებელი ხელისუფლება. აქ საინტერესოა, მაგრამ მე რამდენჯერმე ვახსენე ვენსის კომენტარი ირანთან დაკავშირებით. თუ გახსოვს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები ძალიან რთულია ირანთან, იმიტომ რომ ვისაც ველაპარაკებით, ვიცით რომ ის არ იღებს გადაწყვეტილებას. ხო, და ეხა იგივეა საქართველოს. იგივეა საქართველოში. არა, ეხა ირანი უზარმაზარი ქვეყანაა თავისი. ეხა ირანის პრეზიდენტო რაზე ველაპარაკობ? ხო, რაზე, იმიტომ რომ აიათოლა იღებს ყველაფერს. და ისლამური ჩვენთანაც ეხა რომ შეხვდა ის რა ქვია ბატონი ყაველაშვილი, იქ ვენს. ხო, მაგრამ ძალიან მილანში, მაგრამ რაზე უნდა ელაპარაკოს ახლა ვენსი? ხო, ელაპარაკა რომ აი ქრისტიანული ქვეყანა ვართ ვიცითო და რაღაც ხო, ვენს უყვარს ეგეთ თემები კი ბატონო. აი, გავიგე.
ხო და ეგ არის კითხვა რა ვინ არის შათირიშვილი მაგალითად ხო აი რას წარმოადგენს ბატონი ზავის შათირიშვილი ესეთი კითხვები ბევრ ადამიანზე არსებობს ხო მე რაც ვიცი ჩემი გაგებით შიდა კარში ადამიანები რომელსაც პოლიტიკური თანამდებობები არ უკავიათ ბევრად მეწყვიტავენ ვისაც სტრუქტურული პოლიტიკური თანამდებობები უკავიათ შესაბამისად ეს არის როგორი იცი ხა ამას ადრეს გვილაპარაკი ეს არის უკვე არა ევროპული დიქტატორები რომლებიც აღარ ცოტა ადრე იყო ძალიან ბევრი ეს ლათინური ევროპული დიქტატორები ხო ესპანური ფრანკო და სალაზარი და შავი პოლკოვნიკები როცა ის იყო რა ქვია პიროვნებაზე დაფუძნებული დიქტატურა იყო სამხედრო არა ვართ არც აზიური დიქტატურა აზიური არის სტრუქტურული დიქტატურები ხო აი საბჭოთა კავშირი იყო აზიური დიქტატურის პარტიაზეა დაფუძნებული ჯგუფზე ხო ბევრი არის ესეთი დღესაც აზიაში ეხლა მესამე დონის დიქტატურა არის აფრიკული ასე ვერ გაიგებ ვინ არის აი ძალიან გაურკვეველი სიტუაცია ხოლმე არეულია ვერ გაიგებ ვინ მართ აი მასე დიქტატურაზე ჩამოვედით ჩვენ რა აზერბაიჯანი არის დიქტატურა გასაგები დიქტატურა აზერბაიჯანი ხო გასაგები ალიევია არა ალიევია მისი მეუღლეა და გასაგებია ვინ რა სფეროზე იქ თუ დაინტერესდები ადვილად გაერკვევი მოკლედ აზერბაიჯანში ვისთან ვის სახელით უნდა მიხვიდე სომხეთში აბსოლუტურად გასაგებია ხო არის პაშინიანი აქვს თავისი სტრუქტურა, აქვს თავისი კრიმინალური სტრუქტურა სომხეთსაც საკმაოდ ძლავრი რუსეთში და იქაც გასაგებია რა ურთიერთკავშირები. მეცაც გეტყვი, რუსეთშიც კი გასაგებია ყველაფერი. არის პუტინი და რამოდენიმე ძალის ცენტრი მის ქვეშ, სხვადასხვა მიმართულები. აქ რა ვინ არის? ღარიბაშვილი ხო გვეგონა ძალის ცენტრი, ბატონო მერაბ. ციხეშია, ხო? ყოფილი თავდაცვის მინისტრი ციხეშია. ეხლანდელი ამბობენ კიდე კალაძეზე დაიწყესო, ხო? ნადირობა, ანუ ერთ-ერთ მთავარ ფიგურაზე ქართულ. მაშინ ვინ არის ქართულ ბიძინეიმიშვილის გარდა მიღადა ვის უნდა ელაპარაკოს ასე. ამიტომ გზელი პასუხი გამოგვივიდა, მაგრამ საჭირო იყო ამის ახსნა. არა მარტო ცუდად ვიქცევით. ხო, გაუგებარია ვის სად ლინკებიან ისინი, ასე ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციასთან. ერთაირი იდეოლოგია გვაქვს, აი deep state-ს ვებრძვითო და ასე შემდეგ და არ არის სიმართლე. ვებრძვით USAID-ს, აი თქვენც როგორ ჩვენ, სადღაც თქვენ იტყოდითო USAID ერევანში და საქმეში, მაგრამ ჩვენ ამბობთ, ხო, ეხა იმედი დღეს მთელი დღის განმავლობაში ატრიალებს ვიღაც მაიკ ბენცის განცხადებას, რომელსაც წარმოგვიდგენთ როგორც მაღალჩინოსანს, სახლდეპის ყოფილს, ჩვენ პირდაპირ განავთვალეთ ჩვენი დაქირავებული ხალხი საქართველოში ისინი იქ იმისთვის გავგზავნეთ, რათა შეეჩერებინათ კანონი, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააგებინებდა, რომ ჩვენ მათ ვასპონსორებთ და ანუ აღიარესო და ასე შემდეგ. ანუ ერთი და იგივე ნარატივზე ვზივართო. ერთი ეს, მეორე ის, რომ ახლა მაგალითად მიუნხენში რო გამოვიდა რუბიო და რაღაც თვითონ კარგი რაღაცები ლაპარაკა ევროპას მე გავარდა ორბანთან და ფიცოსთან, რომლებიც ანტი ასე ვთქვათ ევროკავშირის ტიპები არიან. ხო, ეს ფიცოს საგარეო საქმეთა მინისტრი აგერ ახლა ჩვენთანაც ჩამოვიდა და ჩვენთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. თითქოს რაღაც ერთი მასზე უნდა იყვნენ ღერძზე, ხო? ისო და ისო. ეს მაიკ ბენცი ვინ არის თუ იცი? კი, ვიცი ვინც არის. ყოფილი წინა ადმინისტრაციის დროს ტრამპისტია. საკმაოდ რადიკალური რაღაც კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტი არის და საკმაოდ ცნობილი არის ამ ტრამპის იმაში რა ქვია გარემოცვაში. აი ამ ინტერნეტ უსაფრთხოების თემებზე ლაპარაკობს ძალიან ბევრს ეს მისი პოდკასტიც აქვს მიქ იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაცემებში რომელიც პოპულარულია ულტრამემარჯვენეებთან და ნუ ეს მისი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არის ეს საერთოდ USAID-ის მოწინააღმდეგე იყო ყოველთვის და მისი აკრძალვის მომხრე იყო და ყველა ქვეყანაში ის თulis რომ USAID იყო ასე ვთქვათ არა მეგობრული ორგანიზაცია თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რომელიც ფლობდა ხო ამ ორგანიზაციას. ნუ ეს ის ხედვა, რომელმაც გამოიწვია USAID-ის გაუქმება და დროებით მოიყვანა ხელისუფლებაში ბატონი ელონ მასკი, რომელმაც რაღაცების რეორგანიზაციაცა და ბოლოს ეს მისი წასვლით დამთავრდა ეს რეორგანიზაცია ყველაფერი, ხო? აი ეს ის არის. ეხლა რაც შეეხება იდეოლოგიას და რაც შეეხება სტრუქტურას. ასე და ისო. ფიცოსთან და ორმათან მიმართებაში ყველაფერი გასაგებია. იქაც სტრუქტურულად შექმნილი ის არის. მე არ დაგვავითეს რომ ორივე შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ასე თუ ისე არჩევით დემოკრატიებთან. ანუ იქ ხელისუფლება არჩევნებში დემოკრატიულ გზის მოდი. რამდენიც არ უნდა მოწონდეთ, თქვათ ახლა სლოვაკებს, სლოვაკურ ოპოზიციას ფიცო ან უნგრულ ოპოზიციას ორბანი, არ ამბობს უნგრული ოპოზიცია, რომ უნგრეთში არჩევნები არ არსებობს და არ ამბობს სლოვაკური ოპოზიცია, რომ სლოვაკეთში არჩევნები და ციხეში აღარ იტყვი ვალე. კანონს მიიღებენ. ხო, ციხეში ვეცაკავრი ოპოზიცია აღარ იტყვი. ციხეში არ ყავთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი. ანუ ჩვენ ახლა რას ვაკეთებთ იმის პარალელურად, რომ აბსოლუტურად გაუგებარია რა ხდება საქართველოში, მიდანო შემდეგი პროცესები ბელორუსს გაუსწარით რაღაცეებში.
ანუ მე კარგ რამეს არ გულისხმობს ამ შემთხვევაში. ეს არის კანონები, რომლებიც ითვალისწინებენ თავისუფალი და განსხვავებული ნებისმიერი სხვა აზრის დასჯას და პოლიტპატიმრების რაოდენობა. მაგალითად, ეხლა კაი მაგალითს, ანუ აი ქართული ოცნების ეს არის ძალიან ასე სისტემური მაგალითი. წავიდა ბოლო 2 თვე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლებოდა აი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იყო, თუმცა იქ თეთრი სახლის პოზიცია იყო გაშუქებული, თეთრი სახლი, ანუ უცნაური განცხადება იყო სახელმწიფო დეპარტამენტო თქვა, მაგრამ თეთრი სახლი ეწერა. თეთრი სახლი ამბობს, რომ ჩვენ საქართველოს ველაპარაკებთ იმ თემებზე, რომელზეც ჩვენს მნიშვნელოვანი. და ნუ იქ ხორვატიის პრეზიდენტი ჩამოვიდა ეს პუტინს რო აქებს ის კაცი და ვიღაცები, ხო. ხო, და ეხა ფიცო ჩამოვაკვირდები. აი ეხა ხო ვითომ რაღაცა დათმო. ეხა ამის ფონზე რა საკეთებია? ისეთ კანონს იღებენ ეს ერთი, რომ ვერც ფიცო და ვერც ვერანაირი ხორვატიის პრეზიდენტი ამას ვერ გაამართლებს ვერსად, ანუ მათი ლობისტების კი ვერაფერს ვერ იტყვიან ამაზე და ოპოზიციის ძალიან დიდ ნაწილს უმძიმესი მუხლები წარუდგინეს და აგერ 23-ში არის თუ არ ვცდები ნიკა გვარმიას სასამართლოს, სადაც 7 წლიდან და მაღლა თავისუფლების აღვეთ. ანუ ყველაფერს აკეთებენ რომ თვითონ გაუკეთოს საბოტაჟირება. ანუ ისეთ პოზიციაში იგდებენ თავს რომ ხელის ჩამორთმეველი ვეღარ იყო. როც უნდოდეს იმ ორბანს დისტანცირებას მოახდეს, იმიტომ რომ ამასთან არაფერში არის რაღაცეები, რაზეც თქვათ ტრამპისტები და რა ობამისტები მაგალითად, ხო ესე ანუ დემოკრატები და რესპუბლიკელები ტრადიციულ თანხმდებიან და რაღაცები ვერ თანხმდებიან. ვერ თანხმდებიან არის ძალიან ბევრი, მაგრამ თანხმდებიან იმაზე, რომ განსხვავებული აზრის გამო ხალხის ციხეში არ უნდა იჯდეს. შენ თუ ამ თავარ პრინციპს არ უღვევ, შენ თალაპარაკი იქნება რთული. მაშინ საუდის არაბეთი უნდა იყო და სტრუქტურული ის უნდა, ანუ არაფერი არ ხარ. ვერ საუდის არაბეთი ვერ ხარ, ვერც აზერბაიჯანი გაურკვეველი. მეორე ხა ებზვიან deep state-ო. ძალიან მაინტერესებს რაში გამოიხატება ქართული ოცნების კონტრიბუცია გლობალურ deep state-ამ ბრძოლაში. ეს დაახლოებით ისე იყო საბჭოთა კავშირში ჩელაბინსკში, ხა ჩელაბინსკი პლაკატს რო აწევდნენ, რომ ძირს იმპერიალიზმიო და დაახლოებით ეგ არის ამათი ბრძოლა, ხო? ვის არ ასებს, რის რესურსი ამათ გააჩნიათ, ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ვართ ევროპის კონტინენტზე, ხო? რო აიღო ეს ევროპის კონტინენტი და შეხედო 5 ყველაზე ღარიბ ქვეყანაში შედის საქართველო. ქართული ოცნების დავალურ პოლს იმეც რო შეხედო, ევროპაშვილი არ დაქცევის პირას მისული. აი ეკონომიკური კრიზისები და მე ერთ რამე და ხაზი გაუსვა რომ ევროკავშირში, აი მარტივი მაგალითი ხო ყველაზე ადვილი. დაახლოებით 11 ჯერ მეტია პენსია ვიდრე საქართველოში, საშუალო. 11 ჯერ და ფასები უფრო დაბალია ვიდრე საქართველოში. მოდი რა. ამაზე ლაპარაკობს პრემიერ-მინისტრიც მე. ხო. და ისა 5 თეთრით და ისა ბოდიში 2 თეთრით კვერცხის პასმა შეიძლება დაიწიოს. კი ბატონო, ბოლოს ავწევთ კი თუ ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იყო. კვერცხზე რატო არ მალაპარაკე? მნიშვნელოვანია. კვერცხზე რა თუ გინდა ელაპარაკო. მაგრამ ბოლოს ავწევთ მინდა ვილაპარაკოთ. გუშინ ერთ-ერთ პროპაგანდისტურ არხზე შედგა დებატები თემაზე, აი საერთოდ ევროინტეგრაცია. ხო. დაახლოებით ეგეთი კონტექსტი იყო და იქ ვიღაც ნეიტრალური საქართველოს და ეგეთი პარტიები იყვნენ მისული და ეს თემაც რო დაძრეს, ეს ხო რაღაცა გზავნილი არის დასავლეთისადმი. არ დაგიმალავდა მქონდა მიწვევა მაგ დებატებში, ხო და მართლა არ მეცალა, მაგრამ როცა მოცლდა არ ვთერ შემთხვევაში არ მივიდოდი, იმიტომ რომ იქეთ ამ მხარეს ვინძის იმ ადამიანებს მე ლეგიტიმაციას ვერ გავუკეთებ აბსოლუტურად და არანაირ სურვილი არ მაქვს რაღაც ტოლობის ნიშანი დავსვა ჩვენ პოზიციას და ჯერთიც ეს ყველაფერი ანტიკონსტიტუციური აქედან დავიწყოთ, ხო? 78 მოხლე არსებობს, ეს არის ქართული ხალხის არჩევანი, ეს ერთი. მეორე ჩვენ არა გვაქვს არჩევანი ევროკავშირი თუ ნეიტრალურობა. ნეიტრალურობა, დასიზმრებული ნეიტრალურობა ან მონდომებული ნეიტრალურობა არ არსებობს. ნეიტრალიტეტის სტატუსს სჭირდება საერთაშორისო გარანტიები. საერთაშორისო გარანტიები უნდა მოგვცეს ძალიან ძლიერმა მოთამაშეებმა. რუსეთი, რომელსაც 20% ოკუპირებული აქვს შენი ტერიტორიების და რომელსაც ალბათ 90-იანებიდან საბჭოთა კავშირის აფესვამ რუსეთზე საბჭოთა კავშირის სხვა თემა 90-იანებიდან ხელმოწერილი ალბათ უმეტესობა ხელშეკრულების დარღვეული აქვს. ვერნაირ გარანტიებს შენ უსაფრთხოებისას ვერ მოგცემს. ამასთან ერთად ევროპაც არ არის დღეს ზათ რომ შენ უსაფრთხოების გარანტია რატო უნდა მიცე ხო ბიზინაშვილი ივანიშვილის მართოს ქვეყანას ევროპამ უსაფრთხოების გარანტია მეც საქმე არ აქვს. ან ამერიკელებს შესაბამისად შენ რო თქვა რომ ნეიტრალიტეტი ხარ, ნუ ეს დაახლოებით იგივეა რომ ეხა ის რო იბრალებს რა ქვია ზაზა შათერიშვილი რო იბრალებს რომ მანიცის ყველაფერი მსოფლიოში deep state-ის შესახებ და სხვა არავინ. არ არსებობს ეგეთი რაღაცა. ნეიტრალიტეტს ჭირდება საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც ამ ნეიტრალიტეტს ამუშავებს. სხვანაირად ეს ნეიტრალიტეტი ვერ იქნება. თუ არა ღიარეს შენმა თან პატარა ქვეყნის შემთხვევაში.
თუ არ აღიარეს შენმა მთავარმა პარტნიორებმა შენი ნეიტრალიტეტი, იგივე თურქეთმა, რუსეთმა, ევროკავშირმა, ყველამ უნდა აღიაროს შენი და გარანტიები თუ არ მოგეწევს, ვერ გახდები ნეიტრალიტეტი. მე ამასთან ერთად რისი მომცემია დღეს ნეიტრალიტეტი? აი მოლდოვას აქვს სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოცხადებული დაახლოებით 15 წელია. აი რა მიცა მოლდოვას სამხედრო ნეიტრალიტეტმა, ხო? არაფერი, აბსოლუტურად. ეს იყო რუსეთის და ხო შორის მაშინ პრორუსია ბიზინა ყავდათ მაშინ იქ და გაიტანა იმან ეს თემა რა. პლახატნიუქსია საუბარი, რომელიც მოლდოვაში და გამოაცხადა მოლდოვამ სამხედრო ნეიტრალიტეტი. ჩაეხსნა ყველა ნატოს რეფორმებს და ჩვენ როცა ვიღებდით სამხედრო დახმარებას, მოლდოვა ვერ იღებდა ამ სამხედრო დახმარებას, იმიტომ რომ ნეიტრალიტეტი ქონდა გამოცხადებული, ხო? ანუ ნეიტრალიტეტი კარგია თუ ხარ შვეიცარია, თუ ხარ ავსტრია, ბატონო ჩემო, რა თუ პრობლემები არა გაქვს და არ გინდა რომ სხვებმა ჩაგითხრენ პრობლემები. შენ ძალიან კარგია. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, როცა უღარიბეს ქვეყანა ხარ, კორიდორების იმედი გაქვს, საგარეო ინვესტიციების და იმების, ჩვენ და ამის მარტო საქართველოს ხო არ არის მაგალითი ბატონო მე რა ევროკავშირმა ძალიან ბევრი ქვეყანა მათ შორის ძალიან მსგავსი ქვეყანები ახლა აი ეს ამით მინდა დავასრულო აი ხო ამბობენ რომ ეს ევროკავშირი საბერძნეთი არის ძალიან ტრადიციული მართლმადიდებელი ქვეყანა საკმაოდ რომ ჩვენზე შეგვეჯიბრება რელიგიურობით ესე ვიტყვი რა სავე ხო ვინც ნამყოფია საბერძნეთში და ვისაც ურთიერთობა იგივე შეიძლება ითქვას კიპროსაც აბსოლუტურად ეს ორი ქვეყანა იყო საკმაოდ ღარიბი სანამ ევროკავშირში შევიდოდა საკმაოდ, ანუ ევროპული სტანდარტებით კიპროსი ძალიან ღარიბი იყო. აი ისინი როგორც კი შევიდნენ ევროკავშირში 10 წელიწადში ორივე გახდნენ ევროპის ტურისტული ცენტრები და შემდეგ მათი განვითარების დონე ევროპულ საშუალოს მიაღწია. დღეს შვენიერი სტანდარტები აქვს ცხოვრების. ეს არის მაგალითი როგორ ევროკავშირმა შეიძლება შექმნას. ეხლა მეორე მაგალითი. სომხეთი და ყაზახეთი 1991 წლიდან დეკემბრიდან რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა რუსეთის მოკავშირეები იყო ორივე დღეს ეს ორი ქვეყანა ნელა მაგრამ ძალიან სისტემურად ცდილობს რუსეთს დაშორდეს პაშინიანი ცალკე სხვანაირად ტოკაევი სხვანაირად ორივე მაგრამ ორივე აშკარაა რომ ორივე დისტანციაზე ესე იგი ეხლა რო შორდება ხალხი რუსეთს ეხა უნდა შევეტენო ჩვენ ამ ფსევდონეიტრალიტეტით ანუ ეს არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი გასაგებია. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის ამ ცხოვრებულ დრო ამოგვეწურა ნოდარ ხარშილა და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი. მე გემშვიდობები სულ 1 საათი 9:09-ზე დაგიბრუნდებით გადაცემით პოლიტიკური სივრცე, მანამდე კი გიტოვეთ თავარ საინფორმაციო გამოშვებას.